მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? მადლობა, მეც კარგად. მოკლედ, წინა ვიდეოებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ასე თუ ისე მოგწონთ ეს ჯიმის კონტენტი, ალბათ, თმაზე რა მჭირს. ახლა ავდექი და თმა მეზრდება თან. კაი, კარჩე, რა მნიშვნელობა, ხო და გადავწყვიტე, რომ დღესაც გადამიღო ჯიმის კონტენტი. და დღეს მაქვს მკერდის, მხრის და ტრიცეპსის დღე, მაგრამ მხოლოდ განახევთ მკერდს და კონკრეტულად განახევთ bench press. ანუ წოლჟიმი ქვია ქართულად წესით, არ ვიცი ქართულად რა ქვია, მაგრამ bench press განახევთ და ვეცდები რომ ავიდე მაღალ წონებზე რა. ბევრს არ მოგასცდენთ, ახლა საჭმელს ვიკეთებ. უნდა ვჭამო სოკო, უბრალოდ კვერცხი სოკოთი, ტუნა და ბანანი. და მე ჩავიდეთ ჯიმში კიდევ ერთი ახალი ჯიმ შარქის მაისური მაქვს, მაგასაც განახევთ. თქვენ კი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და ახლა დავიწერეთ. მოკლედ მეგობრებო, გადმოვინახეთ ახლა ჯიმში როგორც ხედავთ, მათვე ახალი ჯიმ შარქი, ცოტა მომწვანო, რაღაც მუქი მწვანე ჯიმ შარქი არის, მაისური არის და მოკლედ კაი არის რა, კაი მაისურია, ყველაფერი მე მაწყობს გაიხარეთ. ხო, ჩამოვედით, რა თქმა უნდა ვაპირებ bench-ს, ახლა ცოტა გავხურდი და ახლა გავხურდები წონით. ეს არის 40 კილო და ხო რა დავიწყოთ რა. ხო, ხარ ზამისრა დავიწყოთ, ზამისრა შევიყვანე საუბარი, მაგრამ ეგ არაფერი ხდება ხოლმე. აქ უნდა იყო მარტო შენ easy 40 easy არის. ახლა ავალ 70-ზე ავალ ახლა რა. ერთადერთი აქ რაც არ მომწონს, არ ვიცი ახლა ჩანვარ თუ არა, წესი ჩანვარ. ერთადერთი რაც არ მომწონს არის აქ, რომ არათანაბარი წონები არის რა. და არათანაბარ წონებში იმას გულისხმობ, რომ დიდი პლეიტები რაც არის რა. ქართულად აღარ მახსოვს რა ვქო. წონები რა. აი დიდი წონები რაც არის. ერთი არის 20 კილო და მეორე არის 25 რა. და მიწევს ხოლმე გათანაბრება რა. ახლა ვაპირებ 25-ის გაკეთებას იქით აქეთ რა. ბევრ გამეორებას არ გავაკეთებ ხოლმე. იმიტომ რომ მაღალ წონაზე მინდა ავიდე რა. ზოგადად ისედაც ეგრე ვაკეთებ ხოლმე. bench-ს რა მაგალითად ვაკეთებ მაღალი წონით. იმიტომ რომ ახლა თვად კერდის ზომის გასაზრდევა და კერდის კუნთის გასაზრდევა bench-ი დიდად არ არის კაი რა. რა თქმა უნდა კაი არის, მაგრამ იმდენად კაი არ არის. ამიტომ მე უფრო მგონია რომ bench-ი უნდა გამოვიყენო, ანუ ძალის გასაზრდევად რა. და მაგიტო ვაკეთებ მაღალი წონებით და უბრალოდ ახლა სპოთერი არ ამყავს. იმედი არ მოკვდები რა. ხო, წავედით. ეს არის 70 კილო. Let's go. აი ძალიან იზი. კაი. ესე ძალიან იზიზე ჩაიარა ყველაფერმა. ამიტომ ახლა მე ამას დავამატებ ეგრევე 10-იანს რა. და ავიდეთ 90-ზე რა. მაგრამ ახლა ვარ მე 73 კილო რა. და აქ ვწევ ხოლმე 107.5-ს რა. 100-ს მარტო ვერ ვურისკო. 100-ისთვის სპოთერი მჭირდება და აი დღეს ვფიქრობ 100-ს ხوار გაურისკო მარტო რა. და 73 კილოსთვის, ანუ 100-ს რო ვწევ ეგ ვიცი. თბილისში ახლა რო ვარჯიშობ ხოლმე მეგობრებთან ერთად რო ვარჯიშობ, 100-ს ვწევ რა. ისე ფიარი, ანუ პერსონალური რეკორდი მაქვს 117.5 რა, როცა ვიყავი 87 კილო. მაშინ მაქვს აწეული 117.5 და 73 კილოსთვის 110 კილო ჩემი აზრით ძალიან კაი არის რა. ახლა 107.5-ზე რომ მივალ დავაკვირდები.
და მე გადავწყვეტ 100-ად საუწევ თუ არა. ცოტა მეშინია, მაგრამ და გავაკეთოთ. აი ეს არის 90 კილო. წავედით. კაი. ესეც იზი იყო. უბრალოდ ერთ-ერთი კიდე რა არის, იცით? რახან არა თანაბარი წონები არის რა. უკვე ეს 20 კილოიანი ძალიან სქელია რა. და რახან სქელია, მაინც იქით მივყავარ. ანუ იქით მაგდებს რა. და იქით ამ ხარ უფრო რთულად ამოდის. არა და თანაბარი წონები არის რა. აი უბრალოდ აი ამ იმის გამო, სისქელის გამო მაინც ბალანსი ხოლმე ხარ იღება რა. ახლა რა თქმა უნდა 100 უნდა გავაკეთო, რაღაცა ჩამივარდა ფერში. ახლა 100 ისეთი წონა არის ალბათ აი ყველას ის რო იყო რა ოცნება რო იყო რომ აი 100 როდის აუწევ და მე 100 რო აწევ და აი საშინლად რო გიხარია აი ერთი წონა არის 100 რა მოკლედ 100 რო გადაცდები უკვე აი მიხვდი რომ გაიზარდე რა ახლა მეც მახსოვს პირველად 100 რო 1-2 წლის წინ ტექსტონის რო ვიყავი მაშინ ავწე 100 პირველად და გავგიჟდი ანუ ოღონდ თან მანამდე ნაორჯიშები ამხოლა ალბათ 2 თვე და უცებ ვივარდიშე და მეთქი ვახასი თქო და საუ. არა ხო. ყველასთვის ოცნების წონა, ან ყოფილი ოცნების წონა 100. Let's go. 100 ვეცდები 1-3 ჯერ აუწიო? ნახოთ. ასი დაიბენჩა 3 ჯერ მომწონს, კაია. კაი, ახლა მე მინდა 105. 105. როგორ გავაკეთო 105 ორი წამი? კაი. ესე ჩვენი 105 კილო. ზოხანი ახლა დავისვენებ და მე დავეტაკები 105. 105 უკვე სერიოზული ზონა არის, მე 107.5 დავეტაკები და მაქედან გადავწყვეტ 100-ს დავეტაკო თუ არა რა. მაგრამ თქვენ გადადეთ TikTok-ზე, ორი TikTok არხი მაქვს როგორც გითხარით და გამოიწერეთ ორივე. ჩემი მეინი უკვე ნეონოა კარგად მიდის სხვათა შორის YouTube TikTok-ზე დებილობებზე, მაგრამ ეგ არაფერი. კაი, 105 წავედით. არა 105-იც ძალიან მარტივი მინაიცა. ერთ-ერთმა კომენტარებში დამიწერეთ რომ ფეხების გამოყენება ისწავლეო რა, ბენჩსეო რა. პირველ რიგში მადლობა რა რჩევისთვის, იმიტომ რომ ახლა ნებისმიერ რჩევას მივიღებ რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ფეხების გამოყენება ვიცი რომ ძალიან საჭირო არის. და რეალურად ბენჩი ან ფეხებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბენჩზე რა. მაინც დიდ როლს თამაშობენ რა. მაგრამ ერთ-ერთი რა არის იცით ეს ისა რაზეც წევა რა არის მაღალი. ამიტომ ფეხებით ძიად ვერ ვეყრდნობი იატაკს. და ხო, მიჭირს რა, ამიტომ მიწევს ფეხის წვერებზე რა, დადგომა. მაგრამ რაც არის ეგ არის რა. მაგრამ ხო მადლობა კომენტარებისთვის, რა მე ყველაფერს გითხულობ. ბევრმა დამიწერეთ კაი კომენტარები და ძალიან დიდი მადლობა. და სხვა შორის 931 საბი ვართ, ერთი დიდი ოჯახი, დავიდეთ 1000-მდე მალე რა. ხო 107-მდე ახლა კარგად დავისვენებ და 107-ს დავეჯახები და ვეცდები რომ ორჯერ ავწიო, იმიტომ რომ წინაზე როგორც განახეთ ვიდეო დამეცა. 107. ერთხელ ავწევ ნახავთ. აი ორჯერ ნახოთ. კაი. ერთხელ ავწიეთ, კაი. და ალბათ მარტივად ავწიეთ 107, მაგრამ ბიჭო, მეორეჯერ რომ დავუფიქდი და დავუფიქდი, მეთქი ახლა მეორედ გავაკეთოთ, ხო მეორე დავწიოთ, ხო და აი შემეშინდათო.
რო გამახსენდა რა მომივიდა. აუ არა, 107 ორჯერ უნდა დაუბენჩო რა, მაგრამ მოდი რა ხან 107 მარტივად დაუბენჩეთ. ახლა მივალ 100-ზე რა. და იმედია გადავრჩები. ძალიან დიდი იმედი მაქვს მაგის რა. ანუ აი 2 კილო ნახევარმა რა უნდა მithოს. იმედია. კაი, ახლა გადავალაგებ აქ წონებს, იმიტომ რომ 100-ისთვის უნდა დაარეგულირო და თელი თემა არის რა. 100 უკვე სასიში წონა არის ხალხთა შორის, აი გული მიცემს, იმიტომ რომ 100 მარტო არასოდეს არ მიცდია მარტო. ხო, ამიტომ აი აქ შეიძლება მაგარი გამიჭირდეს. და იმედია რომ არ გამიჭირდება ძალიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს მაგის. მოილა ახლა 100-ს თუ ავწევ, აუცილებლად უნდა გამოიწევოთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო რა. თუ ავწევ, თუ ვერ ავწევ, მარტო დაალაიქეთ თუ ვინა ძმაო რა. ან მარტო გამოიწერთ არხი. და შეგახსენებთ რომ ვარ 73 კილო და ახლა ვარ სწორ მატებაზე. ამიტომ მაგითო მაქვს ძალიან დიდი იმედი რომ ავწევ 100-ს. თუ ვერა და არ ვიცი რა ვქნა. მართლა არ ვიცი რა ვქნა, როგორ გადმოვიგორო და ასე შემდეგ. ჩემი კაიტო ხო არ გადაო. ბიჭო ხო არ გადაო, ძმა ჩემი. ვაფშე არ ველოდი, აი მართლა გეუბნებით, აი ვაფშე არ ველოდი ახლა 100-ს, იმიტომ აი ძალიან მეშინოდა. რო ვიცექი, ძალიან მეშინოდა. ხახა ძალიან მეგობრებო, მაგიტო დავდივარ ბოდიში სწორედ ამ. ხო, არ ვიცი, მართლა არ ველოდი, ახლა 100 მარტივად ვავწევდი 100-ს, იმიტომ რომ აი ავიღე თუ არა, ჯერ ვაფშე ცუდად ვიცექი და მეგონა რომ გადავყირავდებოდი, მაგრამ გადავრჩი. ხო არ მოუმატოდო. 1.25 იქით აქეთ ხო არ გაუკეთო. იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მარტივად აუწიე და 112.5-ზე ხო არ მივიდე. არც უნდა გამოიწეროთ. მე ახლა დაგელოდებით და არც თუ გამოიწერთ. მივიდივარ 112.5-ზე რა. აგერ ზმაო უკეთებ. აუახ, ბიჭო ძალიან ნერვიული. ძალიან ნერვიული მართლა. კაი, ვისვენებთ და 112.5, მაგრამ 112.5-ზე რა თქმა უნდა არ უნდა გამოიწეროთ, იმიტომ რომ ეს უკვე აი სერიოზული წონა არის, მით უმეტეს ჩემი წონისთვის. 73 კილოსთვის ძალიან სერიოზული წონა არის და ძალიან სარისკო რა. ამიტომ თოთ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო. მე კი ვეცდები რომ სხვა რამე შემოგთავაზოთ, ან რამე თუ გაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარებში და მაგაზე გადავიდეთ. Let's go. კარგით მეგობრებო, ხონი უკვე ვიგრძენით თქვენი გამოწერების სუნი მეცა რომ არხი გამოიწერეთ. ამიტომ 112.5 უკვე ძალიან სერიოზული ზონა მართლა, ამაზე უკვე ძალიან ნერვიულობ. 100-ზე რომ ნერვიულობ, მაგაზე მეტად ნერვიულობ. მაგრამ ალბათ თავარი არის საკუთარი თავის უჯეროდეს და არ გავჩერდეთ ხო მართალი არის, მაგას ვიმეორებ ალბათ უკვე მესამე ვიდეოა რა. კაი. 112.5 და ეს უკვე მაქსიმუმი არის. 115-ზე ვეღარ მივალ მაპატიეთ. და ორწამი უნდა გადავითვალო ხო სწორი წონა. ხო, ყველაფერი სწორი არის, გადავითვალე. წავედით 112.5. ვაფშე არ ველოდი, საერთოდ გეგმაში არ მქონდა, მე მქონდა გეგმაში 100 კილო, მაგრამ დავაი 112.5 და ეს არის ბოლო წონა მეგობრებო. სამწუხაროდ, იმიტომ რომ მეც ვეღარ გავუკაჩავ, შანსი არ არის. Короче, რა, ჩემი კაი, იმინა წევდი ძმა, აი, არ მაინტერესებს, აი ამისი ბრალი არის რა. აი იმინა ბარის ბრალია ძმაო რა. წონების ბრალი არის. Короче, რა. აი იმინა მეჭირა რა, არ მაინტერესებს, აი ახლა დანევრები მეჭრე. იმინა მეჭირა, იმინა ამ მქონდა ძმა.
კაი ბიჭო რა ანტიხავს რა. აი იმის გამო რომ დისბალანსი არის მაინც ამ წონის გამო რომელიც სქელია. მაგის გამო ამ წამს ვერ ავწი, აი მართლა ვერ ავწი. იმიტომ რომ აი მინა წამიღო ძმა. აროში რა. ფუი რა. კაროჩე არ ვიცი რა, თქვენს დაინახეთ ხო? ერთი მხარე ამოვწიე და მეორე მხარე რახან არის დისბალანსი, ვერ ამოვწიეთო. არა და აი მინა ვაწვებოდი, ბიჭო, ყველაფერი მივაწექი, რომ ეს მხარე ამომეტანა და არუჩი, რა გავაკეთე, 20 კილო უნდა ვიყიდო, მგონი ასეთი. ხელი 20 კილოიანი უნდა ვიყიდო ალბათ. ანუ 25-იანი ეგრე რა, 20-იანი დედაცვადი. არა და იმნა მეჭირა ძმა 12.5 მინა მეჭირა. არუჩი რა. ორი წამი დაუფიქრდი და დაგიბრუნდები. მოგალედ მეგობრებო. დაუფიქრდი და ცოტა არ იყოს თან სულად ავარ, იმიტომ რომ არ შეიძლება რაღაცა მაწყინა. ვერ ხვდები რამ. მაგრამ ხო, აშკარად ცუდად ვარ. ამიტომ ახლა 112.5 აღარ გავიმეორებ, მაგრამ გავიმეორებ 107.5 ორჯერ, რამაც წინაზე დამაგდო. ახლა კი მგონია რომ ვეღარ დამაგდებს და არ მოკვდები. ამიტომ 107.5 ვსდი ორჯერ და ამის დავამთავრე ამ ვიდეოს. ხო, თქვენ კი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ TikTok არხები, Instagram-ი. და ჩვენ წავედით. არა. ვერ. ой, ცოტა არ იყოს ახლა იმედ გასწრებული ვარ საკუთარ თავში. მაგრამ, ნუ გეგმაში მქონდა 100-ი საწევა დაავწიე, ამიტომ მაგით მაინც გახარებული ვარ და რავი 112.5-ას ავწევდი, აი ნახევრად უბრალოდ აი. ხო, ახლა 107.5-ზე იმიტომ არ ავწიე, რომ რახან 112.5 დამეცა, ცოტა ხარი მტკივა და ახლა სულად ამოვიდა 107.5 ვიდრე წინაზე რა. ამიტომ აღარ გაურისკე მეორე დამოტანაზე რა. მაგრამ ხო, არ ვიცი, მაინც მგონია რომ ძალიან კაი ბენჩის დღე იყო, იმიტომ რომ საერთოდ არ ველოდი 100-ს თუ ავწევდი და მე 112.5 ხო საერთოდ. ამიტომ ახლა მე ამით დავასრულებ ვიდეოს. კიდევ ერთხელ მადლობა რჩევებისთვის და კომენტარებისთვის, ასე თბილი კომენტარებისთვის და ვეცადოთ ავიდეთ 1000-მდე რა. ახლა კი დაგემშვიდობებით, მადლობა რომ მიყურეთ. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. შემდეგ შეხვედრამდე და შემდეგ ბენჩამდე. იმედია მოუმატებ წონებს. Let's go. მართლა შევს ისე რაც ფორმატებაზე ვარ ბიცეპსი. და ჯიმშარკის ახალ იმესაც ველოდები. კაი ხართ, ნახეთ.